ახალგაზრდების მონაწილეობა ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის შემუშავების პროცესში. ამ სახელწოდების კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიხსნა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრო და სტუდენტებს ენერგორესურსების სწორად მართვის შესახებ საუბრა. კონფერენციის მიზანი ახალგაზრდა ინჟინრებისა და ენერგეტიკოსების როლის გაცვლიერებაა. წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება, წინსვლა ეკონომიკურად თუ ჩვენ ენერგეტიკულად არ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ენერგეტიკულად არ ვიქნებით განვითარებულები. და ზუსტად ჩვენი მთავრობის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ენერგეტიკის განვითარება. ჩვენ და სამწუხაროდ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოხდა, ამ ნანგრევებში მოყვა ქართული ენერგეტიკაც და ჩვენ გვახსოვს თუ რამდენად მძიმე და რთული პერიოდი გამოვიარეთ 90-იანი წლების მხედველობაში. დღეს ჩვენ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ იმისთვის, რომ პირველი მაქსიმალურად ავითვისოთ ის რესურსები, რომელიც ჩვენ აგვაჩნია.